განმეორებითი არჩევნების საქართველოს სამთავროში ხაშურის, დორისა და სიღნაღის საარჩევნო ოლქებში ჭეჭისყრა ხვალ გაიმართება საარჩევნო უბნებში მიღებული შედეგები განსაზღვრავს, რომელი პარტიის მაჟორიტარები დაიცავენ ამ რაიონების ინტერესებს პარლამენტში. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხაშურში. სერგი თიტიაშვილი ზეწოლაზე საუბრობს, ის ირწმუნება, რომ მისი ოპონენტი ქართული ოცნებიდან პირადად მას, მის ჯგუფს, ასევე საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს ავიწროებს. დღესვე ცნობილი ხდება, რომ თიტიაშვილმა დააგვიანა ხვალინდელ ჭენჭისყრაში მისი კანდიდატურა კვლავ დარჩება. ამ პირობებში ხაშურში ჩვენი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში შეუძლებლად მიმაჩნია და სწორედ ამიტომ ჩემ მეგობრებთან ერთად როგორც ხაშურში, ასევე თბილისში მე გადავწყვიტე უარი თქვა მონაწილეობა მივიღო განმეორებით დანიშნულ არჩევნებში ხაშურის რაიონში. სერგო ქიტიაშვილი კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ოპონენტების მხრიდან აგრესიას და ძალადობას ასახელებს. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატად რჩება. ვადა, რომელიც იყო იმისთვის, რომ კანდიდატებს მოეხსნათ კანდიდატურები და აღარ ყოფილიყო მათი სახელები და გვარები ბიულეტენზე, ეს ვადა გასულია. შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში. საარჩევნო კოდექსი რეგულირებს კანდიდატურის მოხსნის საშუალებას, მხოლოდ კენჭისყრამდე არ აუგენეს მე-10 დღისა, შესაბამისად დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით საკითხი არ არის დარეგულირებული და ქიტიაშვილი ჩვეულებრივ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ხაშურის საარჩევნო ოლქში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მიზეზი არჩევნების დღეს დაფიქსირებული უხეში დარღვევები გახდა. 1 ოქტომბრის ღამით სპეცრაზმა რამდენიმე უბნიდან იარაღისა და ცრომსადენი გაზის გამოყენებით ბიულეტენები გაიტაცა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კოალიცია ქართული ოცნების მოთხოვნის შემდეგ შედეგები ხაშურის 9 უბანზე გაბათილდა. შედეგები გაბათილდა სიღნაღისა და გორის საარჩევნო ოლქებშიც. ხვალინდელი კენჭისყრა ამ რაიონის დეპუტატობის კანდიდატებისთვის გადამწყვეტი იქნება. გორის ნომერ 4 საარჩევნო უბანზე ჩაინიშნა მაჟორიტარული წესით განმეორებით არჩევნები, ვინაიდან არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენ და ხვალე დილით 7 საათზე ჩვეულებრივ გაიხსნება საარჩევნო უბანი და ჩატარდება არჩევნები 4 საარჩევნო უბანზე. განმეორებითი კენჭისყრა ხვალ დილის 8 საათიდან 11 საარჩევნო უბანზე გაიმართება. ცესკოს განცხადებით კენჭისყრისთვის 11-ვე უბანი სრულადაა აღჭურვილი.